სიმდაბლით განათლებისათვის. ღვთივ სულიერნო შვილნო აღმოსავლეთის საეკლესიისანო, ღმერთმანს თქვა, იქმენი ნათელი და იქმნა ნათელი. კვალაც თქვა მამამან ძისა და სულისაწმინდისა მიმართ, ჰქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა. საყვარელნო ღმრთისანო, ხატება ღმრთისა მიგვიღებიეს თავისუფლებითა, ხოლო მსგავსება ღმრთისა საცნოებით არს. იხილეთ და გულის მაღავთ, თუ რაოდენი საცნოებანი არიან მსგავს ღმრთისა მყოფილნი ჩვენდა, რომელთაგანი ერთი არს ღვთივს სანადრელი, ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე. ვითარცა ბრძანებს მზე სიმართლისა, უფალი და ღმერთი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ისწავლეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. არა ანგელოსთაგან, არცა მთავარ ანგელოსთაგან და არცა წინასწარმეტყველთაგან, არამედ ჩემგან, რომელნი ესე სიყვარულითა თქვენითა, ჰოი კაცნო, გარდა მოვხეთ ზეცით, სიმდაბლე შევიმოსე თქვენთვის და ფერხნი დაგბანენ, რამე თუ სახე მიგეთ ჭეშმარიტებისა სიმდაბლისა, დაათ თქვენ გამცნებ სიყვარულით, ისწავლეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, რათა ჰპოვოთ საუკუნო განსვენება სულთა თქვენთა. აწუყვე საყვარელნო, ვისმინოთ შემოქმედისა ჩვენისა, მორჩილ ვექმნეთ დამბადებელსა ჩვენსა და შევდექით წინა მწყარსა ცხოვრებისა ჩვენისასა იესოს. შევიმოსოთ ქრისტეს მსგავსი სიმდაბლე ძმანო, რამე თუ სიმდაბლე ღმრთისა სათნო არს, ანგელოსთაგან პატივცემულ და კაცთაგან ბრძენთა სანადრელ. აქაცა დიდებულ და მუნ უბრწყინვალეს მზისა საჩინო. რამე თუ იყო ვინმე ბერი წმინდა და ღმერთშემოსილი, განშორებული ქალაქთაგან, ფრიად მდაბალი გონებითა და ყოვლითა სათნოებითა შემკობილი და მარადის მლოცველი ღმრთისა მიმართ. ამას ღირსა მამასა გამოუცხადა ანგელოსმან, ვით არამედ ქალაქსა შინა წმინდათაგანი ვინმე მიიცვალების უფლისა მიმართ. მივედ და იხილე იგი, რათა გესმას სანადრელი ხმაი უფლისაი, ვით არამედ უძლურ ვიყავდა მიხილე მე. ხოლო წმინდა იგი ბერი არა წარვიდა დღისით, რათა არა იდიდებოდეს კაცთაგან, არამედ ღამით გამოვიდა ქვაბისა მისგან და წარვიდა სიმდაბლით. ხოლო ყოველთა გულთამეცნიერმან ღმერთმან სათნო იყო სიმდაბლე გონებისა მისისა და მოუვლინა ორნი ანგელოსნი, რომელთა ეპყრათ ლამპარნი. წინა უცხოდეს ღირსა მას ბერსა და უნათებდეს, რამე თუ კაცთა მიერსა დიდებასა ელტოდა, ხოლო ღმრთისა მიერ დიდებულ იქმნა სანადრელი იგი და მის ზედა საქმით აღესრულა ბრძანება იგი მაცხოვრისა, ვით არამედ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს. ამისთვის გლოცავ და გევედრები ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო. მოვიგოთ ჩვენცა სანადრელი სიმდაბლე და დავნერგოთ გულთა შინა ჩვენთა, რათა ღმერთსა სათნო ვეყვნეთ. შევიმოსოთ პატიოსანი სიმდაბლე, რათა ქრისტე შევიმოსოთ, რამე თუ სიმდაბლე საფუძველი არს და მშობელი ყოველთა სათნოებათა. ვით არ იგი უფალმან ამისგან იწყო ქადაგებად და სწავლად, ვით არამედ ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათა. შევიდგბოთ ძმანო ქრისტეს ტკბილი უღელი სიმდაბლისა და შემოსრულის გულით, მსგავსად მეზვერისა ვიტყოდეთ, ღმერთო მილხინე ცოდულსა ამას და მივიმსგავსნეთ ამით სათნოებათა ქრისტესა მეუფესა ჩვენსა და განვაგდოთ ჩვენგან საძაგელი უღელი ამპარტავნებისა, რომელი ეშმაკთა თანა დაგსჯის ბოროტად, რამე თუ კაცთა შორის მაღალი საძაგელა არს წინაშე ღმრთისა. და ნუცავი ქადით ორისა დღისა მარხვასა ზედა მსგავსად ფარისევლისა, რამე თუ უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. ჰეგევედრები ქრისტეს მოყვარენო, დავიმდაბლოთ თავნი ჩვენი, რათა აღვემაღლოთ სულნი ჩვენი და სიმდაბლითა გულისათა ვილოცვიდეთ, რათა შეისმინოს ღმერთმა ლოცვა ჩვენი, ვით არცა საკმეველი და ავმაღლდეთ სასუფეველსა ცათასა და ქრისტეს თანავს უფევდეთ, მადლითა და კაცთმოყვარევითა მისითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმინდით ურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.